24 მილიონი ლარის საჩუქრები თანამდებობის პირებისთვის. ვინ რას ჩუქნის საჯარო მოხელებს? ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. თბილისის 36 თვეში ტრამვაი უნდა ჰქონდეს 288 მილიონი ლარის ტენდერში მერიამ გამარჯვებულად თურქული კომპანია ემრერეი გამოაცხადა. კალაძის თქმით სარაჯიშვილს და მინდელის ხიდთან ბასლეინმა ტრანსპორტის როგორც ავტობუსების, ისე კერძო ავტომობილების გადაადგილება გააუმჯობესა. 200 დრონი, ლაზერ შოუ, 400 შამპანიური, ქუთაისის ყოფილ პარლამენტში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება 515,000 ლარი დაჯდება. საქართველოს თურქეთს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მფლობელმა საქმის ენერგომ 2025 წელს 36 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წლიურად სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო, მე უნცაშუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა ჯამში 24 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც ამ პერიოდში დეკლარაცია 4700-ზე მეტმა პირმა შეავსო. დეკლარაციების მიხედვით საჩუქრების უდიდესი ნაწილი უძრავ ქონებას და ფულად თანხებზე მოდის, კერძოდ 100-მა პირმა ჯამში 12.2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო, მათ შორის 48 საცხოვრებელი სახლი და 79 მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება ფულად საჩუქრებს, 233-მა თანამდებობის პირმა ჯამურად 11 მილიონი ლარი მიიღო. აღსანიშნავი, რომ ჯამური ღირებულების მიხედვით საჩუქრების თითქმის 61%, ანუ 14.9 მილიონი ლარი მშობლებისგან არის მიღებული, 4.3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები თანამდებობის პირებს და ძმამ გადასცა, 2.4 მილიონი ლარი მათ ნათესავებისგან მიიღეს, ხოლო 1.3 მილიონი შვილებისგან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით თანამდებობის პირებს ეკრძალებათ ისეთი საჩუქრების მიღება, რომელთა ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ზე მეტია, თუმცა ეს შეზღუდვები არ ვრცელდება ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს გამონაკლისი შეიძლება იქცეს კანონის ხრელად, რომლითაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები არალეგალური შემოსავლების დეკლარირებას ახლო ნათესავებისგან მიღებული საჩუქრის სახით მოახდენენ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი 2026 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის და EPIT გრუპის ინდექსი 5 კომპონენტისგან შედგება: იმპორტი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან. კვარტალურ ჭრილში 5-ვე კომპონენტიდან მხოლოდ იმპორტმა აჩვენა ზრდა 4.9%-ით, ხოლო დანარჩენ 4 კომპონენტში კლება. ექსპორტმა წინა კვარტალთან შედარებით 9.3%-იანი კლება აჩვენა და 1.94 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში სურათი საპირისპიროა. ექსპორტი 22.6%-ით არის გაზრდილი, რაც ინდექსის 5-ვე კომპონენტს შორის ყველაზე მყარი წლიური ზრდა. ამ ზრდის სათავეში ჩინეთი და თურქეთი დგას. ჩინეთში ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო თურქეთში თითქმის გაორმაგდა. ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნება რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დინამიკას ეხება. ფულადი ნაკადების მოცულობა რუსეთიდან 1 წლის განმავლობაში 85%-ით შემცირდა 643 მილიონიდან 95 მილიონ დოლარამდე, რასაც ავტორები 2022 წლის შემდეგ არსებული ზრდის ტალღის დასრულებას უკავშირებენ. შედეგად რუსეთის წილის საერთო ინდექსში წლიურ ჭრილში 15.9%-დან 11.3%-ამდე შემცირდა. ევროკავშირმა კი კვარტალურ ჭრილში 13.1%-იანი კლება განიცადა, თუმცა წლიურად მისი მაჩვენებელი 4.4%-ით გაიზარდა, რითიც მან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი შეინარჩუნა და ინდექსში წილი 18.3%-დან 19.7%-ამდე გაიზარდა. თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ MRA Energy Insat-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებული კომპანიას ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე
416.6 მილიონ ლარზე 129 მილიონი ლარით ნაკლებია. ტენდერში მონაწილეობა სულ 3 თურქულმა და 1 ჩინურმა კომპანიამ მიიღო. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად მერია გამოაცხადებს ტენდერს 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ფასი. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია. ყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა და ADB-ის წესების შესყიდვის შესაბამისად განისაზღვრა ასევე ეგრეთ წოდებული გასაჩივრების 14 დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შედეგად გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას. პროექტი შედგება 3 ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. 3-ვე ეტაპისთვის განსაზღვრულია 36 თვე. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7,5 კილომეტრს, სადაც მთელი ამ გზის მანძილზე იქნება განთავსებული 11 გაჩერება. ცალკე ტენდერი გამოცხადდება ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე. ნომერი 344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და 6 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ. მისივე განმარტებით, მსგავსი ცვლილებები მოცდის დროს შეამცირებს და მეტი მგზავრის მომსახურების საშუალებასაც იძლევა. ნომერ 344 მარშრუტს, რომელიც მგზავრებს ზემო ფონიჭალიდან ხორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ემსახურება აღნიშნულ მარშრუტს 6 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ასევე მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩიდან გაგრძელდა სადგურის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის მარჯანიშვილის ქუჩის, დავით აღმაშენებისა და თამარ მეფის გამზირების გავლით. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონიჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ. უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეგვეძლება, მოცდის დროს რა თქმა უნდა შემცირებული იქნება. საქართველოში თხევადი გაზის გაძვირებას ელიან თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე 1 ლიტრის ღირებულება ლარი და 70, ლარი და 75 თეთრია, თუმცა მომავალი კვირის ბოლომდე შესაძლოა ფასი ლარი და 80 თეთრამდე გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთლიანად იმპორტირებულ თხევად გაზია დამოკიდებული. იმპორტი კი ქვეყანას თითქმის 40%-ით გაუძვირდა. 2025 წლის იანვარ-მაისში 1 ლიტრის საწვავის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 17 ცენტი ჩდებოდა. ფასებზე ზეწოლას ახდენს მუნიციპალიტეტის მიერ თხევადი გაზის რეალიზატორებისთვის გამოწერილი ჯარიმებით. LPG საწვავის რეალიზატორები ფიქრობენ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც ისინი დააჯარიმეს თხევად გაზს და საწვავს არ ეხება, შესაბამისად მათი მტკიცებით დაჯარიმებები არასწორია. მერიიდან რაც მოდის ჯარიმები, ცალკე ამისთვის იურისტები გჭირდება და ამის ხარჯი. ცალკე ხარჯია გასაწევი, რომელიც აისახება ფასნამატში. მეორე მხრიდან რაც ხდება ირანში ეს კონფლიქტი, რუსეთი-უკრაინის კონფლიქტი, ამ ფონდზე ბირჟებზე ფასი იზრდება. და იმის გაზრდილი ფასი ყველა შემთხვევაში აისახება ჩვენ რეალობაში. დღევანდელ ვითარებაში ფასი მერყეობს ლარი 70-ის პარგლებში, თბილისის მასშტაბით. რეგიონებში ვიყავით წინა დღეებში და უკვე ლარი 75-იც იყო დადებული ფასები სადგურებზე და ვარაუდობთ, რომ შემდეგი კვირის ბოლომდე შესაძლებელი ლარი და 80-იც ღირდეს უკვე თბილისის რეალობაში. თბილისში ბოლო დროს მომხდარი სიტყვა, რომელმაც ათასობით ავტომობილი დააზიანა სადაზღვეო სექტორისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. ამის შესახებ საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, დევი ხეჩინაშვილის თქმით, გახშირებული და გამძაფრებული სტიქიური მოვლენები პირდაპირ აისახება როგორც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე სადაზღვეო ტარიფებზე. მისი განცხადებით, მხოლოდ თბილისის სიტყვა, რომელმაც მანქანები დააზიანა, საბოლოო ჯამში დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე ასანაზღაურებელ ზარალს გამოიწვევს, თუმცა მისი განცხადებით
განცხადებით იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ავტომობილების მცირე რაოდენობა დაზღვეული ზარალი გაცილებით დიდი იქნება, რომლის ანაზღაურებას თავად მოსახლეობას მოუწევს. რაც მოხდა სეტყვაზე ხო სადღაც 12000 მანქანა დაზიანდა. ეხლა 12000 მანქანა 10%-ით რო შევხედოთ, თუ დაზიანდა, ესე იგი 10-ჯერ მეტი მანქანა დაზიანდა, რომელიც დაუზღვეველია და ეს ყველაფერი ამ ხალხმა უნდა აიტანოს თვითონ და თავი ჯიბიდან დააფინანსოს, რა ძალიან მძიმეა. თო ცუდი ზარალია, ხო ძალიან ფუჭდება მანქანა, ზარალი დიდი. ამიტომ ისწავლიან თუ არა ინდივიდუალურად აქ რამეს, არ ვიცი. თავიდან იყო ძალიან ბევრი ზარები, თავიდან იყო ძალიან ბევრი დაინტერესება და საბოლოო ჯამში როგორ აისახება ეს დაზღვეულების რაოდენობაში, ანუ მოცვაში, სადაზღვეულში გამოჩნდება. მე დიდი იმედი არ აქვს. როგორც წესი გადადის ესეთი ისინი და მე მაინც არ აზღვევენ, ნაკლებად აზღვევენ. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 15 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით დროებით.